მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია 21 საათი და ეს არის მადის აღმძვრელი პოდკასტი. აუცილებლად უნდა გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ. ზარი რო ჩანს ხოლმე. აი, და უცებ გამოიჩნდა ჩემი სტუმარიც, მანუ მურღულია. მანუ, გამარჯობა. გამარჯობა და მიგესალმები მაყურებელს, რა თქმა უნდა. კარგად ძალიან. შენ? მეც და ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩემთან და გამომინახე დრო. მადლობა, რომ დამპატიშე. პირიქით, მადლობა შენი დროისთვის. თან ცოტა ცხელა და დავინიავებთ ხოლმე თქვენის ნედლს. აი ეს გვაქვს. ახალი მარავებია. ახალი მარავები თან ეს რაღაცა. ძალიან კარგია. თქვენც თუ გცხელოთ დაინიავოთ ჩვენთან ერთად. ყველა ერთად დავინიავოთ. ყველა ერთად თუ გცხელოთ. ხო, მანუ, მოკლედ, არ შემიძლია არ აღვნიშნო პირველ რიგში ჩემი მაგიდის სუფრა. მე მგონი შეამჩნიე. კი. რომელიც ქართული ტექსტილების კომპანია თენამ მომაწოდა და ჩვენ ვართ მეგობრები, პარტნიორები და სხვათა შორის თენას მაგიდის სუფრები იმით გამოირჩევა, რომ წყალი რო დაგექცას, წყალგაუმტარია. აბა ერთი მათხოვეს. აბა. აი რო დაგიღვარო ახლა უნდა. კი, სხვათა შორის დათუნა რომ მყავდა ტატულაშვილი, აბა ეხლა გავაკეთებოდა. მართლა? კი, და ასხა და მე ესე ბურთულებად დაიყარა ეს ჩვენი წყალი. წყალგაუმტარია, ასევე თენა ამზადებს თეთრეულებს, ჩაისტილოებს, სხვადასხვა მოკლედ ძალიან ლამაზი პრინტები აქვს და შეგვიძლია რომ ონლაინ Facebook-ზე მივწეროთ თუ მოგესურვებათ ჩემო მეგობრებო. შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ინტერიერში ესეთი ლამაზი მაგიდის სუფრები, რომ თუ გიყვარს ესეთი რაღაცები. სხვათა შორის მიყვარს, მაგრამ აი რო გითხრა რომ ასე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ თქო არა. ხო. დედა ჩემს უფრო უყვარს სხვათა შორის სუფრებს ყიდულობს ხოლმე აი ყველა გავლაზე და მე მაქსიმუმ აი რომ მითხრა რომ აი ვარდისფერი თუ წითელი და შეიძლება აი გითხრა რომ აი ეს უფრო მელამაზება თორე აი ხა რომ დავდგე და სუფრა შევიძინო ასე არა. იცი რატო? იმიტომ რომ ჯერ არ გადავსულ ვარ ახალ სახლში. აი რო გადავალ, აი მე ვნახოთ. აი ხო და მაგ რო წარმოვიდგინე რომ გადასული ხარ, მითხარი მაგ დროს როგორი იქნებოდა შენთვის ან მნიშვნელოვანი გიყვარ მოგეწონებოდა და გეყვარებოდა ხო ალბათ ესეთი დეტალებზე ზრუნვა. კი, აბა რა თქმა უნდა. ცოტა მითხარი რა. ლამაზი სახლი ყველას უყვარს ახლა ინტერიერში, მაგრამ აი მე სხვათა შორის გუშინ ვფიქრობდი რომ აი ბევრი ადამიანი ხო არის რომ ვიდეოებსაც წერენ რომ აი რაღაცას გონებაში წარმოიდგენენ რომ აი ეს ახლა როგორ მოუხდებოდა აი ეგ ფუნქცია მაქვს დაქვეითებული. მართლა არ ვიცი აი თუ არ შემხვდა თუ არ ვნახე აი ვიღაცასთან აი ან პინტერესტზე თუ არ დავათვალე აი მე თვითონ რომ რაღაცა ვიფიქრო რომ ეხლა ამას წითელი მწვანე რაღაც იქ რაღაცა საყვავილე არ ინსპირაცია გჭირდება ხო ანუ ხო რა უნდა ვნახო და მე უკვე გემოვნებით ავარჩევ მაგრამ ხო და მაშინ ეხა დედას თუ უყვარს მაგის სუფრები პირდაპირ მინდა გადმოგცე თენასგან საჩუქარი მადლობა მადლობა თენას და შენც რა თქმა უნდა. თენა გადმოგცემს. ჩავიჭყიდო? შეიძლება? აუცილებლად ამოიღო და გვაჩვენო დაანახო კამერას. ეს უფრო ლამაზია. აი. ჩემი ძალა. აი ნახე, ხო, არა, შენ ძალა ლამაზია, მაგრამ ეს უფრო ლამაზია. აი აბა. ესეთი პრინტები ძალიან მიყვარს. ძალა ლამაზია. მართლაც დაფხულს და გაზაფხულს რომ მოუხდება ის. აი, რო გავაგრძელოთ ჩვენ პარტნიორებს გაგაცნო კიდევ უფრო ბომბარი ეს არის პრემიუმ ხარისხით დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები. თუ მოგინდება ტკბილეული შეგიძლია რომ მაგას აუცილებლად მე არა უნდა ჩავიჭყიდო ჩუმად ვაი მე არ ვიცი ეს არიცი გაგაგებინებ თუ ტკბილი მოგინდა უშაქრო ბომბარი შოკოლადები და დამთავრებულია ნერვიულობა წონაზე ასევე სპარი მაღაზიათა ქსელი არის ჩემი პარტნიორი სადაც შეგვიძლია რომ ძალიან ბევრი საინტერესო და ძალიან კარგი პროდუქტები შევიძინოთ ექსკლუზიურადაც კი იმიტომ რომ რაღაცები არის რომ მხოლოდ სპარში იყიდება მაგალითად ფიზის ფირმის ეს ხილის გაზირებული საიდერი რომელშიც ოდნავ ალკოჰოლი არის შერეული ხილის არომატზე დამზადებული კიდე კაი საჭესთან არ ვარ. აი დღეს ჭკვიანი ვარ წამოვედი მანქანით. ხო, და აი ეს ღვინო ესპანური პატანეგრა, რომელსაც რავი, აქვს ძალიან კარგი გემონური თვისებები, მსუბუქი დასალევი და ძალიან კარგია, თუნდაც ყოველდღიურად სადილზე მისაყვალებლად. ლოს-ალტის მარილი, დიდი ბრიტანეთიდან, ეს არის ჯანსაღი მარილი და ამასაც მე დეტალურად ყველაფერს მოგიყვები. რისთვისაც აქ შევიკრიბეთ, ვსინჯავ ჩემი სტუმარს საყვარელ კერძს, ხო? და დღეს გვაქვს შენ ძალიან გვაქვს ჭადი და ყველი. მიყვარს არ ქვია მაგას. ვგიჟდები. ვგიჟდუ. არა, ვგიჟდუ არა, ვგიჟდები ჭად და ყველზე. აი და განსაკუთრებით როგორი მჭადი მიყვარს, ესე არის ხოლმე ბევრი აცხობს, ყველი რომ არ სჭირდება.
აი ეგეთი მჭადი მიყვარს. ჭიშტარი? არა, ისედაც არა, რო ისე იჭმევა, გამომცხვარი ხო? არის, ანუ ტაფაზე კი არა, აი რაღაცნაირად არ ვიცი. ბებიებმა იციან, ხო. რომ აი შეიძლება ყველი არ დაჭირდეს, აი მაგას ვაფასებ ხოლმე, რომ აი ყველის გარეშე თუ ვჭამე, ესე იგი რაღაც დონე მჭადია. აბა, ნახოთ მაშინ. ხა, მოსულია უკვე და მოსულია მჭადი. მოსულია მოგძე? ოდა ბეიქერიმ გამოგვიგზავნა დღეს მჭადი ყველი თავის соусებით. მეგრულია? აა ოდა ბეიქერი? აუ მე მგონი კი სხვათა შორის ფალეშვილის 10 ნომერში მდებარეობს და აქ გვაქვს 5 სახეობის მჭადი თავის 3 соусთან და ყველთან ერთად. ანუ ესე არის სეტში. მეგობრებო, ესე შეგიძლიათ შეიძლება. მიშველეთ, სულგუნს ეძახის ყველს. ხო, ნუ ყველია და კაი, სულგუნი. ეს სულგუნი აგერ დავდოთ. პატიოსნად. კი ბატონო. კარგად კი გამოიყურება. ნამდვილად. ეს მინდა რომ გადავხალო, კარგად გამოჩნდეს, აი კარგად. ნახეთ, ერთი არის მჭადი, რომელსაც აქვს მწვანილები, სხვებს არ აქვს გარდა რაღაც, მაგრამ ალბათ ეს გავს ფეტვიანს. ეს ნახე, მაგრამ მჭადაობია ხო. ერთი იქნება ჭვიშტარი უეჭველი. ხო, ერთი მგონია რომ ფეტვიანი იქნება, იმიტომ რომ ხაჭაპური გამიგია რომ არის რაღაცა მწვანილებით და ეგრე ჰქვია. თუ არ ვწდები, თუ ვწდები მაპატიეთ. და აი დანარჩენში რა უნდა მოხდეს, არ ვიცი. კაი, ახლა საუსები ვნახოთ. ესაა ძაძიკი. მე მგონი თუ ესაა. ესაა ძაძიკი. აბა ეს მე მგონი მაიონეზით ხო. ჭადოლოგი მეთქი რა. აი ეს მოუჭველი ძაძიკია. გავაოცებს ეს. ეხლა რო არ იყოს, რაღაც სხვა იყოს. აი ერთა მოსუნა. უეჭველი ეგა. კი, იმენა ეგა. არა, ეს იცი რა არის? რა? შეეცდი გენაცვალე. ეს არის იმით გებჟალია და არა. პიტნა. მიდი, უცებ. არა ეგეც ხო, მაგრამ იმასაც გავს. ხო, შეიძლება აი მგონია რომ გავუძეს. კიტრი აქვს. აი პიტნა აქვს მაგას. ხო, შეიძლება. კაი, მოდი, всё, მე ძამშია. მართლა მომშვიდო უკვე დილიდან არაფერი მჭამია. სანამ დავიწყებ ჭამას, ჩამოვასხათ თანსასმელიც ჩვენი ფიზი, ხო მარგიდა. ნახე, ეს არის ფიზის ფირმის ხილის საიდერები, 4 სახეობა, მხოლოდ სპარში შეიძლება მეგობრებო. მსხალი ვაშლი, მოცვი და მარცხვი. შენ რომელი აიღე? მსხალი გიყვარს? არა. მე უბრალოდ მწვანე ფერმა მიმიზიდა, იმიტომ რომ მწვანე არის ჩემს საყვარელი ფერი. ვი. კარგი, მაშინ მე მარცხვი მიყვარს და მოდი დავხსნათ. ოპა. ეს გახსნები და ესეთი რაღაცები ჩემი ძალიან სუსტი წერტილია. და ვინდა ასტრებს. დაგას აუ კაი ხო. ოპა. ეხა მე მოიწო. კაი შუნი აქ შენ შემოგევლა. რა ფერია? აბა. გაგიმარჯოს და წარმატებები შენი პოდკასტი თურთ. შენც ასევე. დავლიოთ. თემბრიელია. ძალიან კაი. მაგრამ ალკოჰოლი აქვს, ამას როგორც ახსენე. კაია. მაგრამ ძალიან ცოტა მოდის ალკოჰოლი, აი. აი ჩემთვის ახლა ეს იდეალურია, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ მიყვარს ალკოჰოლი. მეც არ ვსვამ საერთოდ. და აი ესეც სიამოვნებით, აი მოვწრუპავდი. ხო და სპარში შეიარე ხოლმე და აუცილებლად შეიძინე ფიზის დავიმატე. ხილის საიდერები. ინი მინი მანი მოუ წავედით. კაი. რა ვიღე? ხო. შეგნით აქვს რაღაცეები. აი ეს მე მგონი ის არის ყველის გარეშე რო იჭმევა. მიდიება. აი შენ აიღე ჭვიშტარი. ჭვიშტარია, ხო. ძალიან კაია. просто ვერ ხვდები შეგნით რა აქვს. რაღაც მარცვლებია. რა აქვს რო გითხრათ მე? აი თქვენ რო გითხრათ, აი რა აქვს. ოდა ბეიქერი. გთხოვთ რომ მოაყოლოთ ხოლმე ანოტაციები. აი ამაზე გეუბნებოდი. აი ხა ამას სულგუნის გარშე შევჭამ. ხო, ანუ ეგეც ჭმელი აშკარად. მაგრამ პირველად მესმის მჭადთან ერთად აი соуსი. ეხლა ეს გადაუსვი. ჯერ შენ. აია, მე მგონი. აქვს. ჩემი დიდი ბაბუა. ბიზნა მურღულია. აი გიას მამა. ჭადს ეძახდა დელიკატესს. მაღლა დელიკატესია. და მეც ვეთანხმებოდი და ვეთანხმები და დავეთანხმები მუდმივად. თან არას უქებს ხომ მჭადი მე მგონი.
სადაგერდაც არ არის, მაგრამ ახლა ერთი წალი არ გვიზავს არამეს. არა, მე კაი, 5 წალიც არ გვიზავს არამეს. არა, ძალიან არასუქებს. ეხლა შეიძლება პულს ჯობია. Not sure. ყველაც გვეტყვით მეგობრებო, დაგვიწერეთ კომენტარებში. იცი რა, გამომცხვარს უფრო ნაკლებ კალორია ექნება, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ზეთში არაა შემწვარი, ალბათ. მაგრამ აი ზეთში შემწვარიც მიყვარს მე რა. მე ძალიან მიყვარს. ის ეხა არ არის მთლად დიეტა. ხო, ეგ არა. ყველანი რა. სულგუნი. სხვათა შორის ჭადზე გამახსენდა გეტყვი ახლა რომ აი მჭადის გამოცხვა მე დიდად კულინარიაში მაგრამ ვერ ყვებით აი ეგ მაინტერესებს. აი რო გითხარ რომ მიყვარს მზადება თქო აი მაგრამ მოგატყვევ მაგრამ კაი ისტორიებს მოგიყვები მაგასთან დაკავშირებით უბრალოდ ბებია ჩემმა მასწავლა მჭადის გამოცხვა იმიტომ იდეალურად აცხობს მანანა აი მართლა ძალიან გემრიელია რა და გეცოდნებათ ახლა ვინცაც გიყვართ ცხობა რომ ცოტა უნდა დაუმატო გაზიანი სასმელი რა რას? ბროზელ ანუ ეს ხო Quills. არა, ეგ არ დაუმატო გეხვეწები. როზელ, უნდა ნუ დაუმატო ეს რა უფრო ფუმფულიკა გამოდის რა და მეთქი გასაგებია მიღებულია. წავედი სახლში ხა მეორე დღეს რომ გავაკეთო ესეთი გემრიელი მჭადი როგორც ბებია ჩემმა გააკეთა და მე ძალიან ჭკვიანმა გადავწყვიტე რომ წყლის ნაცვლად მთელი ბოთლი გაზიანით, ანუ მთლიანად გაზიანით გავაკეთე და მოკლედ დავდე ხა ტაფაზე, ძალიან ცხელ ტაფაზე და გავიდა 5 წუთი, გავიდა არ იკვრება. ანუ არ იკვრება რა. რა იქნებოდა? ისე გაუბრაზდი. და რა ვაკეთო მე უთხარი ბებიაში? უთხარი და ნუ გაეცინა ახლა, ნუ რომელი იზავდა მაგას, რანაირად ვიფიქრე რომ მთელი ის რა ქვია, წყლის ნაცვლად უნდა გამეკეთო. ხო და ხო, ნუ იმის მერე fail dan. ღამეჭამა გიყვარს? აი არ არო თქვა ახლა. არა, ვიღაცები არიან რომ მე ძალიან გიყვარს. აი ეგეთი ადამიანი არსებობს, უბრალოდ ვიღაცები როლში არიან. ხო და ხამის ამ საათზე რა გინდა ხოლმე რომ მაცივრიდან გამოიღო და ის შესანსო და ქშია და რა გიყვარს ხოლმე? თუ ხამის ამზე რამე ბურგერი უნდა გამოიძახო. ბურგერი? ეგეთი არ ვარ. ჭადი დიეტაზე რა ვარ ხოლმე? ჭადი მელანდება. არ ჭამ ხო. ეხლა ჭადი არ არის მთლად დიეტური, შენ კი ასე თქვი, მაგრამ ნუ მე არ ვჭამ ხოლმე ყოველ შემთხვევაში და აი მელანდება ხოლმე რომ ჭადი და ყველი აი რამდენიც მინდა მაგდენი უნდა ვჭამო რა და შენ როგორ გიყვარს? ძალიან მართლა ძალიან მიყვარს, სადაც წავალ ხოლმე და სადაც კითხვა დავუშვავთ, აი რომელი საჭველი გიყვარს, თან ყველას გადავობა, ეხლა ამის გამო სავარაუდოდ გამკითხავენ, მაგრამ ხინკალი არ მიყვარს. ანუ არ ვარ ფანი. აი შეიძლება ერთი ცალი ისე დილობის გურთს შევჭამ, მაგრამ რო გითხარ აი სახინკრეში წავალ ხინკრეში. არა, სადაც მივდივარ სამეგობრო რაღაცა, ყველანი როდესაც უკვეთავენ ხინკალი მწვადი, მე ჭადი და ყველი და კიტრი პომიდორი სალათი მადლობთ. ხახვის garaში. ვიცოდეთ მანუ თუ მოვა, ძალიან მარტივად მეგობრებო. ჭადი, ყველი, კეთილი, გული რა თქმა უნდა. აი ზუსტად. შენია. ზო, კარგი ძალიან გაუხარდება. და მარილი შენ არ გიყვარს ხო? არა, აი მარილი ახლა თქვა უმარილოს არ ვჭამ არაფერს, მაგრამ აი ყავს ადამიანები გარშემო, რომლებიც აი სუფრასთან რო დაждდებიან, პირველი მარილს ეძებენ, რომ აი ოჰო და მოვაყარონ და ეგრე არ ვარ. თუმცა გიყვარს მარილი. კი. ნუ საშუალო. იყენებ. კი. მე როგორც ხო გიყვარს. და თქვენ გადმოგეცემათ მარილი. არაფერი არ გადმოგეცემა განაცვალე. კაი. ისე უნდა გითხრა რომ კაი, არ მომწეს მარილი. არა. მოკლედ მარილი ძალიან გადაზედმეტებულად რა თქმა უნდა ესე არ ვარგა თუმცა ეხლა ძალიან მიხარია ხოლმე რომ ეს რაღაც ახალი ალტერნატივები გამოდის რაღაც სიჯანსაღის კუთხით თვისებების მიმართულებით რომ შეგიძლია რომ უფრო ისე მარილი მოაყარო კერძს რომ ნაკლები სოდიუმით ჯანსაღად ხო ეს არის ლოსალტის მარილი დიდი ბრიტანეთიდან როგორც თქვი და შეიცავს 66%-ით დაბალ ნატრიუმს გაგრძელე რაც იმას ნიშნავს რომ ესე იგი თუ დიეტაზე ხარ უზრუნველყოფს იმას რომ წყალი სითხე არ შეიკავოს ორგანიზმმა წნევამ არ აიწიოს ასევე რაღაცას რომ წავჭამ და გემრიელია ეგრევე ვსეყავ ეგ გავსინჯო ეგ ეს არის ხო ხო და მოკლედ თუ გიყვართ მარილი და ფიქრობთ ალტერნატივაზე ჯანსაღი ალტერნატივა არის ლოსალტის მარილი აი მე ვარ ადამიანი რომელიც მაგალითად წვადთანაც საწებელი და რაღაცები რომ მოაქვთ აი გაწიე ანუ წვადი თავისი და გემრიელი აღარ უნდა ზემოდან რაღაცა ტორტის დამატება ხო წვადი არის თავისი კაი ამ სულგუნს აი რამე ციკი გაქვს ჭამის სამზარეულოში სხვა თუ პირს აღლაჭუნებს კი ეგრევე შეიძლება ისტერიკა დამეწყოს მაგრამ აი რა არის სამაგიეროდ ღამღამობით TikTok-ზე ძალიან ბედნიერად ვუყურებ ხოლმე ვიღაცების მუკბანგებს. იქაც აჭყაპუნებენ პირს და ვერ გავიგან აი ახლა შენ რო დააჭყაპუნო მაგრა არ მომეწონება, მაგრამ აი არა მაგალითისთვის ვამბობ, კაცო, არაფერი მსგავსი. უბრალოდ, ანუ ხო ხვდები რა?
მე დავждები და მაგარი ინტერესით ვუყურებ ხოლმე, რავი, კრაბს უბრალოდ როგორ შესანსლავს ვიღაცა ამერიკელი. ეგ მეგონი. მე რა მაქვს ხოლმე, იცი, აი, როცა ღამე არ ვჭამ და არ მიყვარს. ხო, ვუყურებ და მაგით ვწღები. Easy. მაგრამ ბევრი არის პირიქით, რომ ვერ უყურავ, იმიტომ რომ მე და ნებისყოფა არ ყოფნით რა. და გავარდებიან და შეჭამენ. ჩემთვის არ არის. პირიქით, აი, ეგ მამშვიდობს ხოლმე, რომ აი დილით რო გავიღვიძებ, შევჭამ არ იდარდო და მაგას მანამდე ვუყურებ. დიეტაზე ყოფილ ხარ? ყოფილვარ რომელია? მე თუ არ მივაქციე წონას ყურადღება, არ ვარ ეგეთი გენეტიკურად შენსავით მაგალითად რომ მადლობა, მაგრამ მე 1-3 კილო მინდა გავიკლო. ხო, ნუ არიან ადამიანები, ვინც გენეტიკურად ხო ხვდები, აი ჭამე და რა შეიძლება გახდეს. მე არ ვარ ეგეთი, არასდროს არ ყოფილვარ და ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი. თუმცა ძალიან ლამაზად გამოიყურები. შენც ძალიან ლამაზი. მადლობა. ხო, ანუ დიეტაზე ხარ ხოლმე ხშირად. ერთხელ ვიყავი, აი ძალიან მასშტაბურ დიეტაზე, იმიტომ რომ გერმანიაში ვცხოვრობდი რა. იქიდან რომ ჩამოვედი, ვიყავი სადღაც 78 კილო. ოღონდ რამ მომამატა, მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ არაფერს არ ვჭამდი იქ. არ ვიცი, ხო, აი ვერ გავიგე რა მოხდა. ცოტა გაურკვეველი სიტუაცია და რომ ჩამოვედი, მე გავხდი. ოღონდ აი შიმშილით და ვაიმე დედათი არ შემიძლია ეს 3 გრამი ყველი და რაღაცა არ შემიძლია რა არ შემიძლია. აბა როგორ? აი ძალიან ბევრს დავდივარ. აი როგორ იცი 20 კილომეტრიდან 30 კილომეტრამდე მივლია. ძალიან მაგარია. დავდივარ, მაშინ სხვა ვარჯიში დავიკერელი, მაგრამ ეხლა პილატესია, ჩემი ყველა საყვარელი ვარჯიში. აუ ეგ უნდა ვარჯიში, კი. და წესივრად ვჭამდი, სულგულისხმობ, რომ აი ჯანსაღად რა. და ვცდილობდი რომ სიტყვაზე ძალიან ღამეც არ მეჭამა. მაგრამ ასე რომ გრამაჟით და ვაიმე დედათი არ შემიძლია. პირიქით, მე რა ვშვებეცი, აი 3 დღე გავქაჩავ, მე იმდენ შევჭამ რომ მაგ კალორიებს 3 მაგად ავინაზღაურებ და მე ჭკვა ვისწავლე. ხო და მანუ პილატესზე მითხარი. მეც ძალიან მიყვარს რომ დავიწყო. აი როგორ მივედი, იცი? მეთქი აი ეს კაი მომცადოთ, აი თუ არ მომწონდა და მეგონა რომ აი 1-3 გაკვეთილში გავუშვებდი რა. შეგიყვარდება. ეხლა რატო? აი ჩემნაირი ადამიანი ვინც არის, ვისაც არ შეუულია წლობით ამ ტრენაჟორებზე ან სირბილი ან ამ სიმძიმების აწევა, აი მათთვის არის აი მისწრება რა. სადღაც 50 წუთი გრძელდება. აბსოლუტურად ამ დროში ყველაფრის ვარჯიშს აკეთებ რა. იწყება პრესით, მერე ხელი, მერე ფეხი, მერე ეს გაწელვებით, მთელი ამბებით. რაც მთავარი არ იტანჯები, ყველა მისვლა არ ვაგვიანებ, მივდივარ ყოველ დღე არ ვაცდენ და ვარ ბედნიერი. და ძალიან გოგოშკურია ხო რაღაცა? გეგონოს, აი ესე ბიჭები დასცენიან ხოლმე პილატეს, მაგრამ აი მოდით და შემეჯიბრეთ. ჩელენჯი. იცი რა რთულია? თან იქ როგორ არის ის მანქანა რაც არის, ის არის ზამბარებზე რა და სიძლიერის მიხედვით არის რა და აი მიდით, აბა ყველა ზამბარა გავუკეთეთ და მე გააკეთეთ მე რა ვარჯიშებსაც ვაკეთებ ის. და შედეგი აქვს ხო? როგორც ტრენაჟორებს ისე. ძალიან. როგორც ტრენაჟორებს მე შეიძლება სისწრაფით უფრო ეგრე ვერ ეწევა ტრენაჟორებს სისწრაფით ხო არა ეს უფრო ნელი ამბავია მაგრამ მე ჩემთვის უკეთესია იმიტომ რომ მე ტრენაჟორზე რო ვარჯიშობ მე ისეთი აღნაგობა მაქვს რომ როგორც წეს იმძიმებს წევ კუნთი მეზრდება რა და ეგ მე არ მომწონს ვიღაცას მოსწონს მე არ მომწონს და პილატეს ეგ აქვს რა რომ კუნთს შეინარჩუნებ ლამაზად გოგოს როგორც შესაბამება ალბათ ისე რა მაგიტომ მომწონს ჩვენ რომელი არ დავაგემოვნეთ ახლა აი ეს მე გავშნებია ხო, ეს არა. ეგ ჩვეულებრივია ალბათ? მოდი აბა ეს ნახე, თო ვატეხე და მეცმო. ნახევარი მე მომწი. ეს არის სიმინდის მე მგონი ფერზე. ოდა ბეიკერი ახლა ამას რო უყურებს და მე ალბათ მაგარი დავიცინები რომ რაღაცა ჩემი დებს ვამბობ და შეიძლება არაფერს არ ვამბობ სწორად, მაგრამ ის ხო ტარხუნა იყო. გიჟი ხო არ ვარ. არა. აჯიკითა. ჰა? ისე რაღაცები აქვს ხო? აი ძალიან მაგარი ვარ. აჯიკითა უეჭველი. უეჭველი ხარ ცოტა. ოდა ბეიკერის ვთხოვრო, აი 10-იანი დამიწერეთ შეფასებაში, უბრალოდ ყველაფერი გავაყრე. ნამდვილად მან ყველაფერი გამოვიყო. რა კარგად მოუფიქრე. ნეტა რა საინტერესო ხე მაგათმა მოიფიქრეს თუ ანუ კუთხეებში ეგრე იციან. იმიტომ რომ ხაჭაპური იცი რამდენი სახეობის არსებობს? ძალიან ბევრი. რაღაცა 60-მდე არის მართლა მეც რო გავიგე მეთქი ჰა? და შეიძლება ჭადზეც ასეა და უბრალოდ ჩვენ არ განათლება არ მყოფნის ჭადოლოგს. ჩემი სირცხვილია. გეცოდინება? აწი მეცოდინება. მე რა? მადლობა. ნელ-ნელა სწავლობს ადამიანი. ძალიან კაია, მაგრამ ჯერჯერობით ტოპზე დგას ტარხუნის. იმიტომ რომ რაღაც ძალიან ისეთი კაი გემოახლა უცნაური. მაგრამ მე ისეც ძალიან მომწონა აჯერით. შესადაური ხარ? მეგრელი. ო, აბა მუჭო. იცი მე მა ასე ჭიჭე მარგალიურობ რა გადანქ. ნახალო მიჭკო.
მანუ იცი რა მითხარი? მადას რა გიღწევს ცხოვრებაში? მე ამას ჩემს სტუმრებს უსვამ. რაზმნა თქვი? გაიმეოროს? მადას რა გიღწევს ცხოვრებაში? ო, რა კარგად ჟღერს? თქვენ ჩემი წარმატება ალბათ. რაც მეც ვაკეთებ ხოლმე და რაც მეც კარგ რაღაცას მივაღწევ, მე უფრო მეტი და მეტი მინდა და აი ეგ მიშვება ყველაზე კარგს. შედეგი მოგწევს თან ძალიან. და ეხა ხარ ამ ესეთ მადის აღამძვრელ პროცესში? ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რა. არ ვაჩქარებ სიტუაციას და ნელ-ნელა მივუყვები იმ გზას, რომელიც მე ჩაფიქრებული მაქვს და იმედია გამომივარა, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა. როცა არ გაჩერდები. დინჯად წყნარად შვიდად მივუყვები გზას რა. ხო. ყველას თავის გზა აქვს მართლა, აი არავის არ უნდა შევეჯიბროთ, რომ აი იმან იმას მიაღწია. არასდროს არ ვშვები მაგას. არა, იმიტომ რომ ლოგიკას ვერ ვხვდები. ანუ იმან თუ მიაღწია და მე ვერ მივაღწიე, ანუ მე რატომ უნდა მეწყინოს? მე ხომ იმას რომ ვერ მიაღწია და ვერ მიაღწია, მე ხომ მაინც არაფერი არ შემემატება. ანუ არც ისე და არც ასე მე არაფერი არ მემატება. აი რა უნდა მეწყინოს? რაც გინდა ისკენ. ზოგი ხო ისე. ხო, ანუ ზოგს თან ეწყინება ხომ, რომ აი იმან რაღაც გააკეთა. აი მე ვერ შევძელი. აი რა გააკეთებ? აი შენ რა. აი მე რა. შენც გააკეთე, რავი, შენც იშო. ხო, ანუ არაფერ შუაშია, რომ აი ეგ მაგას ვერ ვიგებ. ვერასდროს ვერ ვიგებდი. შენ ეხა მეგონი ქალაქგარეთ იყავი ხო ბათუმში თუ სადღაც ეხა ხო სოსო around the world მაგრამ ძალიან მიყვა სოსო არის ყველაზე ჯიგარი ადამიანი მე მგონი ვისაც ვიცნობ აი ძალიან საყვარელია მართლა მოკითხა სოსო და ყველას around the world-მა და travel fame გააკეთეს რაღაცა კოლაბორაციული გახსნა თავისი სეზონის რა ანუ ტურისტულის რა და დამპატიჟეს ძალიან დიდი მადლობა რომ დამპატიჟეს და წავედი და მაგრად ვისიამოვნე ხო რა გავიცანი ძალიან ბევრი კაი ინფლუენსერი რომელთაც არ ვიცნობდი და აი თავიდან რომ მოგეწონებიან აი ეგეთი ტიპები გავიცანი და კარგად გავატარეთ დრო მაგრად გავერთეთ რა აი მაგ ინფლუენსერობაზე შენ ხო ინფლუენსერო ასე ვთქვა ხო ხარ ინფლუენსერი და აი მაინტერესებს აი შენი დაკვირვებები რა იყო იმიტომ რომ ბაზარი ფართოვდება ძალიან ბევრი ადამიანი მაგას რაჯობია და ძალიან კარგია ხო და შენ აი რა დაკვირვებები გაქვს ხოლმე შენ გამოსლებიდან გამომდინარე რას გვეტყოდი იცი რა ბევრი ინფლუენსერი გავიცანი და ბევრი ადამიანი გავიცანი მანამდეც ისედაც ნუ ტელევიზიაში მუშაობდი და ასე თუ ისე ვხედავდი რა აი ერთი-ორი შემთხვევის გარდა თითქმის ყველა აი ისეთივე კაი ტიპი იჩითება როგორიც ეკრანის მიღმა არის რა ერთი-ორი შემთხვევა მქონდა რომელზეც მაგრა აი გული დამწყდა იმიტომ რომ აი როგორი ტიპები იცი აი TikTok-ის დასაბამიდან რო ვუყურებ და მაშინ საერთოდ არ ბეშვაში რო არ ვიყავი და ახალი ჩამოსული ვიყავი გერმანიიდან და საერთოდ პოპულარული არ ვიყავი აი მაგ დროიდან რო ვუყურებ რა და აი მაგრა რო გიყვარს რა და ეფეთები ლაივში და აი არ არის კაი ტიპი რა. აი ეს რაღაცას გეტყვის რომ მაგრა გაწყენებს. მე მქონდა ეგეთ შემთხვევა რა და მაგრა მწყენია. აი რა მწყენია, იცი? რომ აი მე ვერ გამოვიცანი ის ადამიანი ეკრანიდან, რომ მეთქი რაღაცას უნდა მიმხვდარიყავ. იმიტომ რომ ზოგადად ადამიანებს ესე ვხედავ ხოლმე რა, ანუ რო გავიცნობ, ასე თუ ისე ვხვდები რა, მომწონს ეს ტიპი თუ არა და აი ეგ მომენტი მქონია, რომ აი მწყენია რა, რომ მეთქი ეს ძალიან ჯიგარი მეგონა და no ნუ ეგ ხდება ხოლმე. ხო, იშვიათად. მართლა იშვიათად, იმიტომ რომ თითქმის ყველა მაინც აი მე რა წრეშიც ვარ ხოლმე, იქ ვინც გავიცანი, ისინი თითქმის ყველანი კარგები არიან. და ეგ ძალიან კაია. ხო, ეგ ძალიან ისეთია. მაგრამ თავარია 10-დან პირობითად ვამბობ, 9 ყოველთვის კარგი იყოს მოგეწონოს და დადებითი შეფასება დაიმსახუროს. აი მე კომპანიებთან და აი რა მიმართულებითაც მაინტერესებს, იცი, ინფლუენსერობა, აი როგორც აი მაგალითად ალგორითმი შენ რას უმუღამებ, ასე ვთქვათ, ან აი რაღაცა თუ ტესტავ ხოლმე რაღაცებს და აი რაც დაგიტესტავს რაღაცა გამოცდილება თუ შეგიძლია რო გითხრა. აი რაღაცა პატარა experience-ებს თუ აკეთებ ხოლმე. ანუ თუ აკეთებდი რომ თქვა აქამდე მოსულიყავი რომ მე ჩაეჭირე უკვე. TikTok-ი როგორ დავიწყეცი? იცი? TikTok-ი ხო და აქაც მინდა ვთქვა რომ TikTok-ი კიდე შედარებით მარტივი არის, Instagram-ი ხო იცი. აბა გეგონოს. არა, Instagram-ი ბევრად. Instagram-ზე უბრალოდ follower-ების დაგროვება არის ბევრად რთული. ხო, მაგას ვამბობ. ხო. TikTok-ზე როგორ დავიწყეცი? აი არსაიდან რაღაცა პირველი ვიდეო ჩავწერე, მოჩი იყო რა, მაშინ ძალიან ტრენდული და ნუ აი გადაფსიხდა სრულიად ერი რომ ეს რა გავსინჯეთო და აი მე აი როგორი პირდაპირ ვარ, ზუსტად ეგეთი ვარ ყოველთვის და აი ვიდეოშიც მათ შორის და გავსინჯეს მოჩი და აი აბსოლუტური დებილობა იყო. ნუ მე არ მომეწონა, ხა აი რავი, ჩვეულებრივი 40 თეთრიანი ნაყინი ბევრად გევნელია და მეთქი ეს არ არის კაი მეგობრებო და ამაზე კარგი გამოხმაურება მოყვა რომ ძლივს ვიღაცამ წესი რაღაცა თქვა იმიტომ რომ არ შეესაბამებოდა სიმართლეს ის რეკლამა რასაც რეალურად აკეთებდნენ რა და მე ჩემ ხმაზე და აი მაგაზე რომ დავაკვირდე რომ მეთქი ხმაზე რაღაცა ძალიან ბევრი კომენტარი წერდა რა ხდება მე რამდენიმე ვიდეო კიდე ჩავწერე ხო
ოღონდ ეგონათ რომ რაღაცა დაყენებული ხმა მაქვს და დედასვფიცა ვარ, აი ესეთი ხმა მაქვს ბავშვობიდან, მათ შორის ერთხელ მქონდა შემთხვევა, ჩემი მეგობრის სახლში ვრჩებოდი და ერთ-ერთ ადამიანს ვეგონე ბიჭი. და ეგონათ რომ გოგოსთან რჩებოდა ბიჭი, სანამ არ შემოიხედა, მანამდე ეგონა რომ მე ვიყავი ბიჭი. ბავშვობიდან ესეთი ხარ, ხო, მოკლედ. და TikTok-ზე აი ეგრე დავიწყე, ნელ-ნელა და მე გადავედი ცოტა მუსიკალურ მხარეზე, ცოტა ცეკვით მხარეზე, მე ტელევიზია დაემატა, იქიდან კოლაბორაციებით, ხო? ხვდები რა, ეგეც ვისწავლე, იმიტომ რომ საჭიროა, მართლა საჭიროა, სულ ესე მარტო კარგია, მაგრამ კოლაბორაციებში ვისგულისხმობ ადამიანებს, ხო, ადამიანებს. ეგ რამდენად მნიშვნელოვანია ინფლუენსერთან კოლაბი ეგ. ძალიან, მე ძალიან მომწონს, ძალიან სიამოვნებს და არიან ტიპები, რომელსაც აი მაგალითად შეიძლება უარი გითხრან. მე ვარ ტიპი, რომელიც აი რავი, ყველაფერზე გის გეტყვი, იმიტომ რომ მიყვარს ეგეთ რაღაცები რა. აი ვიღაც ზოგი ძალიან კომერციულად უყურებს, აი მართლა და მესმის. ვიღაცისთვის ეგრე არის TikTok-ი და Instagram-ი. ჩემთვის თლად ეგრეც არ არის, რომ აი რაღაცის გამო უარი გითხრა რა, მიყვარს. თუ გიყურებ და მომწონხარ და კარგი კონტენტი გაქვს და რაღაცა, აი მოდი, კი რა თქმა უნდა. ხო და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯერ ერთი ხალხს ახალისებს, ანუ შენთან ერთად რო ხედავ ეს ხვანს, ანუ რაღაცას ფიქრობენ, რომ ესენი შეიძლება დამეგობდნენ, ან შეყვარებულები გახდნენ, მე კი დამაწყვილეს ერთი 9 ჯერ, მაგრამ აი ხო ხვდები, ანუ ინტერესის საკითხიც არის რა, იმიტომ რომ მეც მომწონს, ახლა შენთან ერთად რო დავინახავ ვიღაცას, ვა, ესენი ერთმანეთს იცნობენ, ვა, რა შვებიან ერთად. ანუ მეც მომწონს რა. კომპანიებთან მიგიწერია შენ თვითონ თუ აქეთ. მე საერთოდ ახლა გავიგე ეგ გამოცდილება რომ არსებობს ინფლუენსერებში რომ შენიც წერ და სთავაზობ ახლა ხანს გავიგე და მეთქი, ოკეი. იმიტომ რომ აქეთ წერენ უფრო, ხო? წერენ ხოლმე ახლა კომპანიები თავისით წერენ ხოლმე და განვიხილავ რომელი მიიღეს, რომელი არ მიიღეს და მაგის მიხედვით რა და ასე ჩემით მართლა არ მიმიწერია. ხო. ბარტერზე რამდენად ხშირად ეთანხმება? იცი რა, ნახე ქართული სტარტაპები რაც არის ხოლმე და რაც ვიცი რომ ეხლა ბიუჯეტი არ ექნება, იმ ადამიანს მე ვერ დაუწყებ რაღაცა თანხებზე საუბარს. აი ხა მქონდა ბოლოს ეგეთი შემთხვევა რა, ბავშვმა მომწერა 16 წლისაა წარმოიდგინე რა. ის ხო არა? კი, მაისურს რა, ძალიან კაი იდეა იყო. ჯერ ანუ გვარს აწერს უკან და საიდანაც ხარ რა, დაბადებული სადაც ხარ. რო წავიკითხე ჯერ წერილი ისე ლამაზად და კარგად ქონდა დაწერილი, თან ბავშვურად რა, ეგრევე ეტყობა ბავშვი რო წერს რა და არამშობელი. მეთქი, აი როგორ ვუთხრა ხა მაგას უარი. მე მოვიდა, თვითონ მომიტანა და სახთა რო ჩავედი მეთქი, გამარჯობა. ანუ აი ძალიან კაია რა. გამიხარდა რა. და ეგეთ შემთხვევაში ბარტერზე დაგთანხმდები აუცილებლად რა. ისე სოციალური ქსელი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე შეიძლება ისაუბრო, რაღაც დაანგრიო სტერეოტიპები, მაგალითად ძალიან მომწონს ხოლმე ამ ბოლო დროს და მაინტერესებს შენი აზრიც. აი ვიდეოები რო ვარდება ხოლმე, ჯენზი როგორ იქცევა სამსახურში, რომ აი ერთ პატარა რაღაცასაც რო არ პატიობს და მიდის ეგრევე სამსახურიდან და მილენიალები რომ კარგი მოვიჩმენ და აი ხელფასი არ არის დღეს იყოს 3 წელში არ არის პრობლემა, მაგრამ დავაგროვებ, კაი პლუს და მოუძებნის და აი მაგალითად ამ თემაზე მაინტერესებს შენი აზრიც, აი სოციალური ქსელის ამ ხრივაც გამოყენება და მაგალითად ამ ამბავზეც რომ აი ეს სამსახურის ამბებზეც თუ შეიძლება რომ აი ესეთ რაღაცეებზე მე განვითარდეს და ადამიანების გონებამდე მივიდეს ისე რომ სხვანაირად მოიქცეს. მე თვითონ ვუყურებ მსგავს კონტენტს, უბრალოდ მე თავად არ ვიღებ ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ცოტა იუმორისტულიც არის და მასეთ ვიდეოებს სხვა მიდგომა სჭირდება, ჩემი მაგას სცენარი სჭირდება, ცოტა უფრო ესეთი გაწერილი ლულუ და შესაბამისად მაგას ბევრად უფრო დიდი შრომა სჭირდება რა და ჩემი კონტენტი მაგ ხრივ რო გითხრა არა შენ გააკეთე თუ არა ზოგადად ვამბობ ხო ზოგადად მე თვითონ ვუყურებ მსგავს რაღაცებს და ძალიან სიამოვნებს და მომწონს რა და აი ამ ბოლოს მართლა ძალიან ჩარჩელი მქონდა ეგ ამბავი იმიტომ რომ მე ან ძალიან ისე ვბრაზდები ხოლმე რომ ბევრი კომპანია საქართველოში აქვს ისე რომ არ ითვალისწინებენ ან თავისი დასაქმებულების ინტერესებს და კარგია რომ იმედი მაქვს რომ ესეთი რაღაცების მერე სხვანაირად შეიცვლება იმიტომ რომ არის მაინც ეს პრობლემა არა მგონია ეგეთი ტიპი თუ ხარ, აი ეგეთი ტიპი თუ ხარ და მაგდენს ვერ ხვდები, რომ ვიღაცას ვირივით რომ ამუშავებ ბოდიში ამ სიტყვისთვის და არ უხდი. და რა ადეკვატური ხარ ჩემი აზრით მასაც შემთხვევაში, რაც არ უნდა ვიღაცამ ვიდეოები გიწეროს, მაინც ისეთი იქნება ჩემი აზრით, რომ არ მგონია ვიღაცა ჰუმანური ადამიანი, მაშინ ვიდეოს გარეშე ცუდად იქცევოდეს რა. მე ესე ვთქვი. შეიძლება აი როცა ბევრი უკვე 10 ვიღაცა ესე იქცევა, შეიძლება შენც რაღაცნაირად ტრენდში აყვე და აღარ კარგი იქნებოდა, მაგრამ მე დიდად მაგისი არ მჯერა.
ხო, იმიტომ რომ მაინც ესე არის და ჯენზიზე, აი, ხო და ჯენზო ჯენზი აღარ გააბედინებს, მაგრამ მეც ჯენზი ვარ, გოგო. ხო და აღარ გააბედინებ, რომ აი ხო. წავედი всё სამსახური. ახლა თლად ეგრეც არ არის, ცოტა გაშარჟებულია რასაკურველი ახლა, მაგრამ იცი რა, ჩვენ უფრო თავისუფალი ტიპები ვართ. მე ესე მგონია რა. და რაღაცებს, რასაც ჩვენი მშობლები მაგრად ითმენდნენ, იმას ჯერ ჩვენ არ მოგვიწია ეგრე. ვაღიაროთ. და თან ხო რა, ისეთ სოციუმში ვიზრდებით, რომ ხვდებით, რომ არ გვჭირდება ჩვენ ეგ. რაღაცა სხვა გზას ვიპოვი, რაღაცა სხვას ანუ თავს არ დაიკნინებ რა. ხო. და მგონია რომ რო არ დაიკნინებ და სხვა გზას რომ მოძებნი, აი ეგრო ეცოდინებად, ჩემი აზრით, უფრო აღარ იქნება ეგეთი მიდგომები. ბრუტალურად შეიძლება ესე რომ მე მაინც ჩემსას ვაწვევი რა მაგ თემაში. ხო, იმიტომ რომ ვერ აიყვანენ ვერავის. ხო, და მე რომ შევქმნი რაღაც ჩიხს, მე ხო იძულებული ხარ რომ რაღაცა შენს გამო. ხო, აი ეგ ცუდია რა, აი შენით რომ ვერ ხვდები და აი სხვამ რომ რაღაცები უნდა განახოს რომ მიხვდე რომ რაღაცა შესაძლებელი გაქვს, აი ეგ ძალიან ცუდია. აი რომ ესაუყუნე. ვიდეო უნდა ვნახო მაინც რომ ვიღაც არ ვცემო თუ აი. ნუ აშკარად ესეა, ნუ რა. ცუდია. ხო, მაგრამ ნუ მივხვდი რომ აქ ესეა აშკარად და ამიტომ სოციალურ ქსელს აქვს ძალიან დიდი გავლენა ესეთ რაღაცებზე, თემატურზე და ძალიან მომწონს რა, რომ მარტო გასართობად არ გამოიყენო რა. ხო და მოკლედ ესე. ხმას რაც შეეხება მართლა ძალიან ესეთია გამორჩეული. მადლობა. როგორც სიმღერის, ასევე ხო, საუბრის. და ამაზე გექნება ხოლმე ალბათ ხო რაღაცა. მადლობა. ისინი ისტორიები, გადაობები. ერთი ხომ მოგიხარა. ხო, რომ ბიჭი ვეგონე და რა ვიცი. მე შემოიხედავს მან მოვავდეთ, გამარჯობა. ჰაი. სხვა არა. სხვათა შორის აი სკოლის პერიოდშიც არ მახსენდება რომ აი ხმაზე ვინმე სამე ეთქოს, ეგეთი არ მახსენდება მართლა რა. ალბათ მიჩოლები იყვნენ შეიძლება სკოლაში. მაგრამ სხვა რაღაცაზე მაბულინგებდნენ. ეს მithქვამს ერთი-ორჯერ. კანის ფერზე. ცოტა მუქი ვარ რა და მახსოვს რომ და ნუ აი სკოლის პერიოდში სექტემბერში რომ ბრუნდებოდით ხოლმე ზღვიდან მართლა ძალიან მუქი დაუბრუნდებოდი ხოლმე სკოლაში და აი მაგ დროს მახსოვს რომ საკმაოდ ბევრ რაღაცა ბულინგის ამბავში ვიყავი ხოლმე რა, მაგრამ მივხვდები რომ მაგისაც ძალიან არ ვიცი, ეხლა ძლიერს უწოდებ თავს თუ რაღაცა ბავშვობიდან აი არ მაინტერესებდა რა მეთქი აი ხო აი ოკეი მე მგონია რომ მაგათაც უნდათ რომ ეგრე ყოფილიყო არ ვიცი მაგდენი არ ვიცი ეხლა მაგრამ აი ხო ხვდები რომ მეთქი აი ხო ოკეი მე ხო ზოგადად როგორ ხარ მაგ ეგეთ თემებთან დაკავშირებით გულთან ახლოს მიგაქვს ხოლმე რა ეხლა ბავშვობაში უფრო უკეთესი ვიყავი მაგ თვალსაზრისით ანუ მაგრა არ დავინტერესდებოდი და ეხლა უფრო მზაფრად აღვიქვამ არ ვიცი რა ხდება დღეს რაზე ვიტირე ისი რაღაცა 112-ის ვიდეო შემხვდა TikTok-ზე ბავშვი ქართველი რეკავს 112-ში რომ დედიკოა სუდადო ანუ აი ესე მომდიოდა აი რა მატირებდა? ნუ უფრო მეტად ხო და რატო რა ხდება? ანუ ასაკში რომ შევდივართ ძალიან გულჩვილები ვხდებით? აი არ ვიცი. აი ესე ვტირო. ხო შენზე მოქმედებს. ხო, ანუ და თუ თქვათ ვინმე გაწყენინა რამეს ეგრევე ეუნები ხოლმე რომ აი რა თან მოტოს თუ უფრო შენთვის ხარ. ახლა ვჩუმდები. ხო სხვა შორის ბევრმა მითხრა ეგეთი პასუხი. კი, ადრე ვიყავი, როგორ იცი ძალიან ხისტი და აი ძალიან ცუდი პასუხები ვიცოდი ხოლმე მართლა რა აი მიღირდა რომ ისე გვეჭხობა რომ გამეშვი რა ჩემი ცხოვრებიდან რა ეხლა ეგრე აღარ ვარ ხო რატო აი რა იფიქრე რა უთხარი შენ თავს იცი რა ამაზე ბევრი იმუშავა დედაჩემა და ბევრი იმუშავა ჩემმა ოჯახის წევრებმა იმიტომ რომ არ არის სწორი ეხლა რო ვუყურებ მართლა არ არის სწორი იმიტომ რომ ღირს რომ რაღაცა დალაპარაკების დონემდე მიხვდი ხა თუ არ ესმის ადამიანს 20 ჯერ და 30 ჯერ ავხსნი მაშინ კი ბატონო გაეშვი მაგრამ მე როგორ ვიყავ ვიცი აი არა აი პაკა შენ ძალიან რადიკალური ხო ვიყავი ბავშვობაში ეგეთი ვიყავი რა და მე მივხვდი რომ არ არის კარგი რა და ძალიან წამადგა ხო და აი ეხა მაგალითად რა მაგალითად შეიძლება ახლა ვცდილობ ხოლმე რომ აი მართლა რაღაცნაირად და გელაპარაკო იქიდანაც შენი მხრიდანაც შევხედო და მაგრა აი შევისუნთქავ ხოლმე რომ აი არამე ცუდი არ ვთქვა აი რო გინდა რომ აი ხო ყოფილა გაბრაზების დროს მოგინდება რომ აი რაღაც საშინელება უთხრა და აი მაგ დროს აი მირჩევნია რომ აი მაგრა გავჩუმდე. ხო. მე გადამივლის და მე ანუ აღარასდროს ის ამბავი შეიძლება ისე ჩაიფარცხოს რომ ცხოვრებაში აღარ გაგასცენდეს, მაგრამ ის რაღაცა ერწინადებამ შეიძლება ძალიან ბევრ რაღაცაზე იმოქმედოს. მაგიტო ეხა მივხვდი რომ აი ჯობია რაღაც მომენტებში გაჩუმდე. ხო. სხვა გზა არ არის. ზიპ.
ხო და კიდე მოლოდინი არ უნდა გქონდეს ვიღაცებისგან ყოველთვის რაღაცა მოთხოვნები არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ იმ ადამიანს შეიძლება ისეთი ადამიანი იმ მომენტში რაღაცაზე ვერ ქნა, ვერ გადაწყვიტა, ვერ მოიქცა და მე შენს რო ნეიტრალში ხარ, უფრო მშვიდად ხარ. მაგრამ ცადეგრედაც არ შემილია. აი ნეიტრალში ვერ ვცხოვრობ. ნეიტრალში ვერ ვცხოვრობ რა. აი მგონია რომ ეგა სანახევრო ცხოვრება, აი არც იქით არც აქეთ არ შემილია ეგრე. აი თუ ვხედავ ეგეთ ტიპს, რომელთანაც მსგავსი ურთიერთობა მიწევს, ჩავიწევი უეჭველი რა, ხა შეიძლება არ დაგშორდე მაგის გამო, მაგრამ ხო, აბა აი როგორ შენც უნდა აყვეს. ხო. მე მიყვარს ძალიან გულწრფელი და ძალიან ღია და ძალიან პირდაპირი ადამიანები და ძალიან პირველ რიგში კეთილ ხალხზე გვიждები. მართლა. აი ეგეთ ადამიანებს ვაფასებ რა. და მაგის მიხედვით რა, როგორც შემეწყობი, აი გამიცნია ხა ამ ბოლო დროს, აი სოსოს ივენტზე სხვადასხვა შორის, აი ერთი გოგო გავიცანი, აი ეგრევე ხვდები რომ აი კაი ტიპია რა. აი მთელი დღე დავდოდი რა კაი გოგო, რა კაი გოგო. მართლა რა, აი რო ხვდები რომ რა კეთილია, აი ყველა ლაპარაკზე, მანერებს, ყველაფერზე ეტყობა რა. ანუ ეგრევე ატყობ ხოლმე. ხო, და აი ეგ მომწონს. აი სიამოვნებით ვემეგობრები მაგ ადამიანს რა. და აი ეგეთ ტიპებს ვეძებ ჩემ გარშემო რომ აი შემოვეკრიბო რა. ხო. რამდენად გიყვარს აი სულ გარეთ გასვლა მეგობრებთან? ხო. უფრო გარეთ ხარ ხოლმე. გარეთ ნახე როგორ მე მიყვარს მეგობრებთან რაღაცა მეგობრებთან ღამის ცხოვრება და რო გითხარ რომ ყოველ პარასკევს სადმე გულაობა მიყვარს თქო მაგრამ მოგატყუებ ჩემი გართობა არის ბევრი სერული აი ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ოღონდ მე ვარ მე მგონი ჩემს ამეგობროში ერთ საუკეთესო მეგობარი მყავს სოფო ზუსტად ორი ერთნაირი ვართ აი ესე კილომეტრებით შეგვიძლია ვიაროთ დანარჩენებთან ჩემი ბავშვების მეგობრებთან მიწევს ხოლმე რომ აი გთხოვთ კაფეში კი არ დავუჯდეთ წამოკ აი ამინდია ვიაროთ და მოყოლია ხანდახან არა. იმიტომ რომ მათ ურჩევნიათ ჯდომითი აქტივობები, მაგრამ მე მიყვარს ეგ რა. წავედი იქ, გავიარე ფეხი, წავედი მთაზე, ავედი ბაკურიანში, რაც მთარი ყველგან ვარ ფეხით ასული. აუ რა კაია, ყოჩა, ძალიან მაგარია და ეს ორგანიზმისთვისაც ძალიან ჯანსაღია. ხო, აი ვარჯიშის გარდა აი ეგ მიყვარს რა, აქტიურად რო ხარ, რო ავძვერი და ვაუ რა მაგარია, ავედი და განახეთ რო ავედი. ოხტაზე. ეხა ჯერ ვცხოვრობ შენ მშობლებთან ერთად, ხო? აი ესეთი ამას წინათ შემხვდა სხვათა შორის ერთი პოსტი და ვიფიქრე რომ ანუსაც ვკითხავ თქო. აბა? ფელად მაინტერესებს შენი აზრი. აი საქართველოში ხო არის რომ მშობლების სახლიდან მხოლოდ მაშინ უნდა გადახვიდე, როცა დაქორწინდები. ხო, ან მშობლების სახლიდან მაშინ უნდა გადახვიდე, როცა დაქორწინდები, ესეთი აზრი აქვს უმეტესობას. ვერ ვიტყოდი? უმეტესობას მე მგონი აღარ. ხო, მე მგონია რომ ვიღაცებს მაინც აქვს. კი, მაგრამ უმეტესობას არ მგონია. ალბათ უკვე შეიცვალა ეგ მიდგომა. რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? იცი რატო გამიგე ვიღაცებისგან რომ აი მაგალითად ჩემს ერთ მეგობარს უნდა ცალკე გადასვლა და დედამისო თქვამს რომ აი რატო რამე თქვათ კაკლია არ მოგწონს და სულ აი ეს ფიქრები არის ხოლმე რომ აი ჩვენ დავაკელით რამე და არაფერი არ დაგიკლია პირიქით იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს დამოკიდებულა გინდოდა და აი ესეთი პოსტი შემხვდა ამასთან შენი აზრი მაინტერესებს აი შენ რას ფიქრობ ამაზე და კარგია თუ არა თქვათ დაქორწინებამდეც ცალკე გადასვლა და მე ვიზრდები ძალიან ჰუმანურ და ძალიან გონიერ ოჯახში. სადაც არასდროს მსგავს წინადადება ჯერ არ მომისმენია, პირიქით მეც გეტყვი. მე ხო გერმანიაში მარტო ცხოვრობდი, ეგ საერთოდ განხილვის თემაც არ ყოფილა, სასწავლებლად წავედი, არავის არ პირავრად თქვამს, რომ ახლა დამე დაგაკელი და მაგიტომ მიხარ, მაგრამ ახლა ცალკე მე ვიყიდე სახლი, ჩემით. გილოცავ. მადლობა. აი სრულიად ჩემით და ხო ხო ხვდები რა, მაგისტრის ძალიან ბევრი ვიშო. და ძალიან მაგარი შეგრძნება. მაგარი შეგრძნება, თან აი 28 წლის ვხარ და უცოდ სახლი ვიყიდე. ხო, მადლობა ძალიან დიდი. და აი ვფიქრობთ ახლა რა, რომ აი რო გავარემონტებ, უნდა გადავიდე თუ არა. მამჩემ მეუბნებოდა მაგალითად რომ რა გინდაო იქო? იყავი კაცო ჩვენთანო. აღარ იმიტომ კი არა რომ მე რამე დამაკლეს ან რაღაცა. იმიტომ რომ ჩვენ ერთად ძალიან კარგად ვხსნობ თავს. ჩვენთვის არის აი სახლში რო ვიკრიბებით ღამეც რაღაცებს თამაშობთ ხოლმე. ანუ ურთიერთობა არის რა, თორე ის არას, ანუ არც განიხილება მე თუ ვიტყვი რომ მე გადავდივარ, ანუ არავინ პირიქით მომეხმარებიან, მაგრამ აი ყოველთვის ეგ არის რომ აი ერთად რა კარგად ვართ. იყავი რა. ხო. მაგრამ არიან რომ ვიღაცები ხო და შეხედულებას ბოდიში ხარ, რაც მკითხე, მეც ასე ვფიქრობ რომ ადამიანი როდესაც მიდის იმ ასაკში არის, როდესაც უკვე უნდა რომ მარტო მიცხოვროს მე ვფიქრობ რომ ეს არის მისი გადაწყვეტილება. ხა მე არ გულისხმობ 14-13 წლის ბავშვს, რომელიც მარტო მოითხოვს გადასვლას. ხა სრულწლოვანი, რომელსაც რაღაცა თავის შემოსავალი აქვს, რომელსაც უნდა რაღაცა
ცალკე ცხოვრება აღარ უნდა სიტყვაზე შეიძლება ზოგი ისეთი ოჯახი ხა ხვდები ძალიან ბევრ რაღაცას ახვევენ თავზე რა მე შეიძლება არ მახვევენ მაგრამ ვიღაცები ეგრე ცხოვრობენ ეგრე იზრდებიან და უნდათ რა მარტო გადასვლა ძალიან ნორმალური მგონია და რატო უნდა უბრძოლო ან რატო უნდა აგრძნობინო თავი ისე რომ აი იფიქროს რომ აი იმათ ეწყინებათ და რაღაცას არასწორად ხომ არ ვაკეთებ აი ეს რატო უნდა გააკეთო ანუ შენ ცალკე გადახვიდე იმას არ იფიქრები იმ გადაიქით არ გადახვალ რომ მეწყენი არა არასწებულია მივდავდით რომ გითხრან არა მე ვიცი რატონითაც გითხრეს მე ზუსტად ვიცი როგორც მითხეს და პირიქით ისე მე სიამოვნა რომ აი რა მეთქი ოკეი, კაი, ვიქნები, იმიტომ რომ აი ეთვიდა და ხო, აი ხო ხტები, იმიტომ რომ აი ძალიან თბილი ნათქვამი იყო, რომ აი რა აი ჩვენ ერთად ვართ და სად მიდიხარ კაცო, აი რაღაცა ასეთი რა. ბავშვობაში ბებოსთან და ბაბუსთან ზაფხულობით ვრჩებოდი ხოლმე რა, როცა სკოლა მორჩებოდა, გიждდებოდი, იმიტომ რომ აი ეზოში რო ჩავიდოდი დილიდან, ღამის რავი, რომელ საათამდე ვთამაშობდი. და აი ყველაზე ტკბილად მახსენდება და სულ ნერვები მეშლება. და ვინც გინდათ იმათ მაგამაკრიტიკეთ არ მომწონს აი ეს გაჯეტებიანი ბავშვები. ჩემ შვილს, რავი, წიხლით გავაგდებ ალბათ, წადი ეზოში ბავშვებთან ითამაშე. კი. იმიტომ რომ აი მე რა გამოცდილებაც მაქვს და რამდენი რაღაცაც შემძინა, მაგრამ მინდა რომ აი ჩემ შვილსაც კონდეს. სხვა შორის ეხაც მეც რო ვიყურები ხოლმე ეზოში, არიან მაინც 100 თუ 20 უკვე ბავშვები. ერთი პერიოდი საერთოდ არ იყვნენ. ეხა სულ არ არიან თქო მოგატყვეთ, მაგრამ მაინც შეინიშნება, ანუ ხმა მესმის ხოლმე. ხო, არა, კი, მეც ჩემთან ეხა ეზოში ბებოსთან ისევ არიან ხოლმე და რო ვიყურები რამდენჯერ მithქოს რომ აი რატო არ შეიძლება ხა მეც ჩავიდე და წრეში ვარ ხო გიჟი ვეგონები ყოველს ხა ბავშვები თამაშობენ და უთო დეიდა მოდის და აბა მოდი მეც მეთამაშე აი სიგიჟე ხო მაგრამ აი ძალიან ბევრი ჯემდომებია რომ აი ხო არ ვითამაშე არ ჩავიდე მადლობთ კარგი არის და სხვა შორის მეთქომია რომ ყოველთვის თუ გინდა რომ რაღაცა არ დაკარგოს იბწყინვალე თვალებში არასოდეს არ უნდა დაივიწყო აი ეს შენი შინაგანი ბავშვი და რო არიან ხოლმე რომ აი ძალიან ქალულები ხო არა მაგაც ხო ხტები კი შემიძლია ანუ რატო ცოტა ლაღად იყავი რა ყველა თავის ტიპაჟი ხა ვერ გავაკრიტიკებ მაგრამ მე ეხლა ბაკურიანში რო ჩავდივარ აი მაგათ ბოლოს რო ვიყავი მე გქთხოვთ წამოდი ბურთი სტადიონით და ვითამაშოთ რა აი ათობანა ვითამაშე კიდეც ანუ ბიჭებთან ერთად ათობანას ვგიჟდები ერთხელ შეხებით კარში ანუ ხო ხტები რა აი ვაფრენ მაგაზე წეში ბურთსაც გეთამაშები რავი ფრენბურთსაც გეთამაშები ყველაფერს გეთამაშები დახუჭობანას გეთამაშები ჯგუფურს ანუ პრობლემა არ ხო ან ეგრე უნდა იყო რა ლაღი ხარ და სხვანაირი მაგ დროს და ცოტა ხანი რაღაც ყოველ რეალობას წყვდები ჩერთი შენთვის აკაი რა. ხო, შენთვის არის. ბავშვობაში დაგაბრუნებს მინიმუმ და რაღაცა თავისუფლებას დაგიბრუნებს იმ მომენტისას რა. შეიძლება სულ ასე ეზოში არ დავდივარ, მაგრამ რომ ხედავ ხოლმე მაგრამ შურს, აი პირდაპირ ვამბობ, თეთრი შურით, მაგრამ შურს იმ ბავშვების. ეხა აქედან მანდ მივდივარ და უკვე მართლა იცი ბავშვობაში. ბაბუსთან მივდივარ, რაღაც საქმე მაქვს რა და იქ რომ მივალ ეხა გაგარინზე იქ ერთი ამბავი იქნება რა და ზუსტად ვიცი რომ აი მეც ხარ შევინდა. შედი, თან კაი ამიგია. გოგო, აი ერთი ახლა რაღაცა უნდა თქვა რა. აი რატო ვერ შევალიცი? შეიძლება აი კომპლექსი მქონდეს. რო სხვა რამე არ. ხო, ანუ ახლა ხო ხტები ასე თუ ისე ცნობილი ვარ და აი ხო ხტები იტყვე რომ ანუ რა უნდა აქან რაღაცა. და ეგ გამიტყდება. შეიძლება პირიქით ძალიან კარგადაც მიიღონ და ძალიან გაუსწორეთ, მაგრამ აი მგონია რომ აი რაღაცა ისე იქნებიან და მაგიტომ. ხო, ანუ არის ხოლმე ეგეთი ფიქრები გაქვს ხოლმე ხო რაღაცა გავაკონტროლო რომ რაღაცა მე არ თქვან. რატო იცი? აი მე მაგალითად ავტობუსში მიყვარს ხოლმე ასვა როგორ იცი? პირველად ავტობუსი აი ეს ლურჯები და მწვანეები რო შემოვიდა, მაშინ ვწავდი თესეულში და შოქში ვიყავი ისე მომწონდა. ეხლა ჯერ ერთი იქვე ვცხოვრობ, არასდროს ავტობუსი მე არ დამჭირება, ჩავჯექი მარტო. წავყევი სადღაც უნივერსიტეტში ბოლო გაჩერება და ვიკატავე. ანუ მომწონს და ეხლაც რამდენჯერმე მეთქი წავალ ავტობუსში რო ავედი, აი რაღაცნაირად მიყურებდნენ რა. ანუ ვერ აი სხვაგან რო ამოყოფ თავს თუ აი ამას აქ რა უნდას თემა და აი ეგ მაგრა გამიტყდა და მე აი თავს ვიკავებ ხოლმე რა. იმიტომ რომ ხო იცი ავტობუსში მგონიათ რომ თუ ახვედი ხო და აი რატო? აი მართლა ერთი გაჩერება მომიწია და მე გამიტყდა რა. რომ ამე ადი სხვების აზრს ესეთ რაღაცებზე არ მოусმინო. განა ვინმემ რამე მითხრა. უბრალოდ აი უცნაურად რო გიყურებენ, აი ხვდები რომ რაღაცა არ მიმიღეს ავტობუსში თუ აი რაღაცა ხო ხვდები რა და მაგრა გამიტყდა. როგორ ჩამოვედი იცი მეთქი ბოდიში. არა და მეზიზღება მანქანიციარული ოღონდ საცობში არ ვიდგე მართლა ვერ ვიტან მაგის გამო ხანჯეტით დავდივარ ხანფეხით დავდივარ არ მიყვარს ამ საცობებში დგომა ხო და ეს ავტობუსი თავის გზაზე დადის და 1-2 ჯერ მეთქი ჰოპ რაღაცა და მე ხო ოკეი
გავბურღე ეს გოგო. არა, ბოლო 15 საათი აი აქვს ყიდვართ. მეც ეგ მინდა რომ ისაუბრო და მუდოხარ უნდა იყო და ჩვენ ბოლოსკენ მივდივართ და მოდი ავალაგოთ ესენი. ერთი სანამ გადავიდოდეთ აი ხა ის უნდა დაგაგემოვნებინო. ამაში უნდა ჩაუძრე, აი თავით უნდა ჩაძვრე. ხო და აი ეს ადამიანების მithქმა მოთქმაზეო და რაღაც აღარ გავაკეთებ. აი კომპლიმენტებს თუ გეუბნებიან ქალები ეგ მაინტერესებს. კი. ყველაზე ბედნიერი ვარ ხოლმე. მართლა. ჯერთი მე მიყვარს ძალიან. მე სულ ვიცი თქმა, იმიტომ რომ ვიცი რომ გოგოს ეუბნება, მაგაზე კაის ვერავინ ვერაზოს ვერ მეტყვის, რა. ძალიან ხშირად ვთქვამთ და აი ეგ მომენტი ყოფილა მთელი დღის ბედნიერი გაღიმებული სერვერი და მე ვეუბნები ხოლმე ჩემ აი იმან მითხრა და რა კარგია. კი, მართლა ეგრეა. კი. და აი კარგია რომ შეუძლიათ. იმიტომ რომ ხო არ არის ხოლმე. კი, ბევრს არ უყვარს. ხო. ბევრს არ უყვარს თქმა და რა შავდება მით მე არ ვიცი, მაგრამ ბევრმა იცის. აი ვთქვამთ რომ აი ისე უფრო ლამაზი ყოფილიყარ რაღაცა და მაგ დროს ვშტერდები. მართლა, პასუხი მაქვს ხოლმე რაღაცა აი აჰა, მიშალეთ რა მაგარია, აი რაღაცა ეგ. ხო. და კი შენცამდე სანამ მივალ აი რაღაცა დაუფრინო. ასეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. ეხლა მე აქ მოგაწვდი შოკოლადებს, ეგ არ წამერია. ჩემი მჭადი. მოგაწვდი შოკოლადებს. შენ ამოირჩიე და აგემოვნო და მითხარი როგორ მოგეწონა, თქვა რა ასოციაცია წამოიღო, სად გადაგისროლა, არ გადაგისროლა. ბლინი. ერთი უნდა ავარჩიო? ნუ თუ გინდა სხვა ავარჩიო, რა პრობლემა. ყველა კარგად გამოიყურება და მე აი ესეც უნდა გავსინჯო, იმიტომ რომ ეს ძალიან მიყვარს. ქოქოსი. ამას გაგიყო. ეს ძალიან კაია. ეს არ გამისიჯოს სხვათა შორის. ეგ გასინჯო. არ გინდა შენ? მე არ მინდა. ეგ სხვათა შორის ეგეც არ გამისინჯო? იცი რა გაისუნია? სხვა გემოსი გამისინჯო და ეს. ძალიან გაისუნია. ხო? ეს არის მოხარშული რძით. და ძალიან კაი. იცი რა, აი სულ მიყვირს. აი ესეთ დაფასოვებაში რანაირად ინარჩუნებს აი ამ სირბილეს. მეც ეგ მიყვირს. ანუ წავალ მე დილით გამომცხარი ნამცხარი რო ვიყიდო ზაღამოს რავი შეჭამჯვეულებრივად. ეს ჯანსაღია? თან? ეს არის უშაქრო. შაქარი არ აქვს საერთოდ. და შეგიძლია რომ ერთი კვება ჩაგინაცვლოს. ბომბარი შეგიძლიათ შეიძინოთ სპარის ფრესკოს აგროჰაბის ევროპროდუქტის ფილიალებში. და რა თქმა უნდა, ბომბარი არ გტოვებს საჩუქრის გარეშე და აი ეს სასაჩუქრე ყუთი, სხვადასხვა სახეობებია შეგიძლია გააგემოვნო. მადლობა, ორივეს მადლობა. და რა თქმა უნდა, მიდი ჩახედე. აუ, რამდენია. აი ესეთი კომპანიები მიყვარს რო არენანებად. ნახე, რამდენია. ჩიფსიც აქვთ. კი, ესეთი ჩიფსია. რამდენნაირი ყოფილა? აი, ეგენი მაგასინჯული. კაია, ძალიან დიდი მადლობა. ხა როგორი ლამაზ შეფუთვით? Me like it. მადლობა შენ. პირიქით, მეცად. დავახურო. ძალიან მიყვარს მე ძალიან კაი. და სუყია. ძალიან გემრიელი იყო. ეს მართლა გემრიელი. ხო. მომენტო. და ასევე, მანუ ჩაწიეს და რომ გადმოგცე. გრძელდება შოუ პროგრამა? ხარებაში. ავივს საჩუქრებით. ასევე სპარიც გადმოგცემს ფიზის სასმელებს, გამაგრილებას. დიდი მადლობა. და პატანეგრას, აი ეს წითელი უგემრიელესი ღვინო, რომელიც მხოლოდ სპარში შეგიძლიათ რომ შეიძინოთ, დააგემოვნე და გემრიელად მიირთვი. ანუ ესეც მიიდგი. რამდენი საჩუქრით მიშვებენ ხალხო? იმისთვის რომ ბევრი ვიტლიკინე. ლიკინისთვის გადმომეცა პრიზები. კი ბატონო. ვაი, მადლობა. მოკლედ ეს არის. იმედია მოგეწონა ჩემთან. ძალიან მომეწონა. მართლა, გემრიელადაც ვჭამე. ეხლა თქვენ გონიათ რომ მაგარი წავიცით ხნა, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ იმ ტარხუნიან ჭადით და მე თვითონაც გავაკეთებ. იმიტომ რომ მართლა კაი იყო. გაგიზიარე, ველოდებით. გაგიზიარებთ, მადლობა რომ ესეთი დადებითი და კარგი ხარ. წარმატებებს გისურვებ. გამოიწერეთ ამ ადამიანის არხი აუცილებლად, იმიტომ რომ კიდევ და კიდევ უკეთეს რაღაცებს და კაი სტუმრებს მოიყვანს, ხო? აუცილებლად. სტუმრებიც კარგები უნდა იყოს, კიდევ და კიდევ სულ ბევრი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა, მანუ, კიდევ ერთხელ თქვენ გამოიწერეთ, მეც გთხოვთ ჩემი არხი და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. კარგად.